ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. სოხუმსა და ცხინვალში რუსი მესაზღვროების დღის აღსანიშნავად ემზადებიან ოლიმპიური ცეცხლი. საქართველოშია ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი კი დაპატიმრებულია. რადიო თინათის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ახალ ამბებს 15 საათზე. თია შონია გაგაცნობთ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდები დაკავებული 10 პირის მიმართ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა. მოსამართლე შოთა ბიჭიას თქმით 10 პირიდან 2-ის მიმართ სრულად გამამართლებენი განაჩენი დადგა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ერთს მოეხსნა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდება და 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. იარაღის უკანონო შენახვისთვის, როგორც ადვოკატები აცხადებენ, დანარჩენი 7 ბრალდებულის მიმართ გამომტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ და ისინი პატიმრობაში დატოვა მათ 5 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს დღეს პატიმრობა მისჯილების ახლობლებმა. მათი თქმით, მოსამართლე ბიჭიამ პოლიციელების სრულ ბრალდებების საფუძველზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. საპირისპიროს ამბობენ ადვოკატები, მათ ჟურნალისტებს დღეს უთხრეს, რომ სასამართლო მიუკერძოებელი და ობიექტიური იყო. აღნიშნული პროცესი კი უკვე 8 თვეზე მეტია. რაც მიმდინარეობს, უფრო მეტი ინფორმაცია ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან წაიკითხოთ www.radio.tinath.g. სოხუმი და ცხინვალი 28 მაისს მესაზღვროების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები უკვე გაიმართა ახალგორის, ნაურის, ძაუს რაიონულ ცენტრებსა და სოფელ დმენისში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილებია განთავსებული. სამხედროებთან ერთად ღონისძიებაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურების თანამშრომლები, რაიონების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო მიწვეული. ოკუპირებულ აფხაზეთში კი რუსი მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ხვალ 28 მაისს გაიმართება. ჩინური კომპანიის დირექტორმა იუან სინ ჯონმა მემორანდუმის გაფორმებამდე სენაკელებს გამგეობის საქმო დარბაზში კურორტ მენჯის განვითარების პროექტი წარუდგინა. კურორტ მენჯის აღდგენით სამუშაოებზე 1000-მდე ადგილობრივი მოქალაქემ დასაქმდება 80%. პროექტის განხორციელებას დავიწყებთ მაშინ, როგორც ყველა ხელშეკრულება გაფორმდება. მშენებლობის დასაწყისისთვის 300 ადამიანს დავასაქმებთ. შემდეგ ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდებაო. ამ პროექტის მთავარი დანიშნულება ტურიზმის განვითარებაა, გამოჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების შექმნაა, აცხადებს იუან სონ ჯონი. სენაკის გამგებლის თქმით, პროექტ სენაკისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ეს სენაკელები ძალიან დიდ სარგებლოს მიიღებენ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მართლად ზურაბ ეგუტიამ დაინიშნა. მას თეატრში დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. ის დასისწავლებს და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. ზურაბ ეგუტია მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ზურაბ ეგუტიას კანდიდატურა დასთან იყო შეთანხმებული. ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატები ამბობენ, რომ 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას არც ერთი მათგანი არ აპირებს, რადგან ჯერათ რომ საზოგადოებას სიახლეს ითხოვს. ამის შესახებ ჯაფარიძის, ხაჩიძის, გიორგი მელაძის და პავლე კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ პროგრამას შესთავაზდნენ. ოლიმპიური ცეცხლი კი უკვე არის საქართველოში. ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმის აეროპორტში ადგილობრივი მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მედია დახვდა. ზუგდიდში კონკრეტულად ცეცხლს ჩამოიტანენ 1 ივლისს და 2 დღე დარჩება ზუგდიდში, აქედან 1 დღით ის ანაკლიაში დარჩება ეს ცეცხლი. 15 საათზე ახალენი ამბები თია შონია გაგაცანით. 16 საათზე რუსულენოვან საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ. შესაბამისად 17 საათამდე დაგემშვიდობებით.